ოკეი. მოგესალმებით მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და დღევანდელ ჩვენ ლექციაში შევეხებით ცვლადებს და მონაცემთა ტიპებს. აი მოდი სანამ გამოვყოთ კომენტარის სახით რა. დავუშვათ. ცვლადები და მონაცემთა ტიპები. აი ეს. ესე იგი, ჩვენ წინა ლექციებში რაზე ვისაუბრეთ? ჩვენ წინა ლექციებში ვისაუბრეთ, რომ ესე იგი, მე შემიძლია რომ ვუბრძანო პროგრამას, დავაწერინო ნებისმიერი რამე, რაც მე მსურს, და ესე ვთამაშობდი, ხან რას ვაწერინებდი, ხან რას. ხან მე თვითონ ვიყავი ჩართული, ასე ვთქვათ, პროცესში და მე ასე ვთქვათ, რაღაცებს ვწერდი, რომ ასე ვთქვათ, პროგრამასაც რეაგირება ჰქონოდა ჩემ ტექსტზე და ჩვენ ვახსენეთ console readline მეთოდი და ჩვენ ვახსენეთ console writeline მეთოდი, რომლითაც ვაპრინტინებდი პროგრამას, ხო? და console read-იც ვახსენეთ და განსხვავება ვთქვით. თუმცა ჩვენ წინა ლექციებში ჩვენ ვეხებოდით მონაცემებს. აშკარად ვეხებოდით მონაცემებს. ესე იგი, ვეხებოდით ტექსტებს, რომელიც თქვით რომ ბრჭყალებში იწერებოდა. ვეხებოდით რიცხვებს, რომელზეც თქვი რომ არანაირი ბრჭყალი ამჭირდება და შემიძლია პირდაპირ რაღაც დავწერო, ხო? 2, 20, 200, 10 და ასე შემდეგ, ხო? და სხვა ტიპებს მე არ შევხები ვარ. და ასევე მე ცოტა ღრმად შევაჭერი და იმისთვის რომ ცოტა წარმოდგენა შევექმნათ თქვენთვის, გასწავლეთ რამდენიმე მეთოდი ტექსტებთან სამუშაოდ. რომ ტექსტზე შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ, ვიპოვოთ სიგრძე, ტექსტის სიგრძე, length-ის საშუალებით. ასევე ვთქვით რომ ასე ვთქვათ, to lower მეთოდი, ეს ბრჭყილი იწყება, ბრჭყილი იხურება, ბრჭყილი იწყება, ბრჭყილით იხურება. შესაძლებელია რომ ტექსტი გადავაქციო პატარა ასოებად to lower-ი ესეა, to upper-ი პირიქით დიდ ასოებში რომ გადავაქციო და ასე შემდეგ. და ნუ პლუს ოპერატორიც ვახსენეთ, რომელიცაც შემიძლია მე რომ ერთ ტექსტს დავუმატო მეორე ტექსტი. ასე ვთქვათ, world. და მე ვიღებდი hello world, ხო? ოღონდ ამას თუ რა თქმა უნდა console writeline-ში ჩავწერდი. და პირველი რაც, ანუ უმთავრესი ალბათ რაც ვისწავლეთ, რომ წერტილმძიმე გვჭირდება, წერტილმძიმის გარეშე ჩვენ error-ზე გავდივართ. და აი ვერც გამაშვებინეს პროგრამა თავიანთი რო ვთქვათ. აი მეუბნება რომ error-ი გაქვს რა. ასე რომ წერტილმძიმე აუცილებელი. აი. ხო, სანამ სხვა მასალაზე გადავალ. ჩატი ვნახოთ. ოკეი. კაი. ეხლა მოდი გადავიდეთ დღევანდელ მასალაზე. ესე იგი, მოდი რა ვქნათ იცი? მე წინა ლექციებში არ მithქვამს, რომ აი, რო ვწერ console writeline hello world მაგალითად. აი ამ დროს რა ხდება? ეს hello world-ი უცბად რანაირად იპრინტება იქ ეკრანზე, ხო? რა თქმა უნდა, ეს hello world-ი არის მონაცემი. მონაცემი, ტექსტური მონაცემი, ხო? ტექსტია, რომელიც ორმაგ ბრჭყალებში იწერება. თუმცა რანაირად იცის ახლა პროგრამამ ეს ყველაფერი, ანუ ეს ტექსტი რა იცის ახლა პროგრამამ. და კომპიუტერმა თუ უნდა შეასრულოს რაღაც მოქმედება, კომპიუტერმა უნდა იცოდეს კიდევაც ეს hello world-ი რა არის. და მოდი გავყვეთ ახლა პროცესს. ეს hello, მე რო ვთქვი რომ დაპრინტე hello world თქო, ის ვერ შეასრულებს მოქმედებას, თუ კი ეს hello world-ი მისთვის ნაცნობი რაღაც არ იქნება. და რას ვგულისხმობ ამაში? ჩვენთვის კარგად ნაცნობია რომ თვითონ კომპიუტერში და ზოგადად მის დროს, მოქმედებების დროს გააჩნია მას მეხსიერება. და მეხსიერება არის ერთგვარი სივრცე, სადაც ჩვენ შეგვიძლია მოვათავსოთ რაღაცა ინფორმაცია. და ესე იგი, ესეთი სიტუაცია იქნება, რომ ეს რაღაცა კონკრეტული მონაცემი კონკრეტულ მეხსიერების უბანზე იქნება. რაღაცა მეხსიერებას დაიკავებს. და აი ძალიან მარტივი მაგალითი რო ვთქვათ, ჩვენ ენაზე, აი ტელეფონში როცა აპლიკაციებს ვიწერთ, ტელეფონში აქვს გარკვეული რაღაცა მეხსიერება,
და ჩვენ რაღაც აპლიკაციებს ვიწერთ რაღაცა, ან თუნდაც ფოტოებია და ასე შემდეგ, ის კონკრეტული ფოტოს ასე ვთქვათ, ის კონკრეტული ფოტო ხო ინფორმაცია არის და თამაშიც ან რაღაცა აპლიკაციაც ხო რაღაც ინფორმაცია არის. რომლითაც ესე იგი ვიკავებთ იმ ადგილს, იმ მეხსიერების ადგილს. და ნელ-ნელა გამოდის ისე, რომ კომპიუტერში გვევსება ეს მეხსიერება და მე ან ზოგჯერ ვაწყდებით შემთხვევებს, რომ ჭედავს ტელეფონი, ან რავი კომპიუტერზე ცნურაც რა. და გამოდის ის, რომ აი მთელი ეს მეხსიერება რაც იყო, მთელი ეს სივრცე დაიკავა ამ ჩემმა ინფორმაციებმა და რა ვიცი, მიჭედავს ტელეფონი და ვერაფერს ვერ ვთავ, ხო? სულ ესეთი რაღაც სიტუაციები გვაქვს ხოლმე. ასე რომ ძალიან მარტივად როგორც იმ შემთხვევაში აპლიკაცია არის რაღაცა მონაცემთა ერთობლიობა, რაღაცა რომელიც იკავებს გარკვეულ მეხსიერების მას რაოდენობას, ისევე აი ეს ჩვეულებრივი ტექსტიც ხო მონაცემია. რაღაცა ინფორმაცია. ეს ინფორმაციაც რა თქმა უნდა მეხსიერებაში ინახება. ეს კი ჯერ ეს hello world-ი, ეს ტექსტი მეხსიერების უბანში ასე ვთქვათ ნაცნობი გახდა, ანუ მეხსიერებაში უკვე არის და ამის შემდგომ როცა ვამბობ რომ დაპრინტე ეს hello world-ი, კომპიუტერი ხვდება რომ იმ კონკრეტული მეხსიერების უბანთან უნდა მივიდეს, სადაც ეს hello world-ი იმყოფება და დაპრინტოს ის კონკრეტული ის როგორც პრინტავს რა. ანუ ძალიან მარტივად, როცა მე hello world-ი მაქვს, პირველ ჯერზე ეს hello world-ი შეიქმნა ან მეხსიერებაში და ამ ტექსტს, ამ ინფორმაციას, რავი, საკუთარი რაღაც მეხსიერების მისამართი მიენიჭა. აი რაღაცა x 00x რაღაცა 1. აი არახნიშნულობა რაღაცა მისამართი. მთელი დიდი სივრციდან ეს ჩემი hello world-ი არის იმყოფება აი ამ კონკრეტულ მისამართს. ხო? და როცა მე პრინტავ hello world-ს, ეს ჩემი კომპიუტერი მიდის იმ მეხსიერების კონკრეტულ მისამართთან, იმ უბანთან და უკვე ამ უბანთან რადგანაც არის ეს hello world-ი, მე უკვე პრინტავს. ასე რომ ჯერ ხდება ამ მონაცემის მეხსიერებასთან დაკავშირება, მეხსიერების უბანთან შენახვა და შემდგომ უკვე ამას ვიყენებ, ხო? ეს ძალიან მარტივი მაგალითი. თუმცა ჩვენ ესეთი რაღაც შეიძლება ვიფიქროთ და დავსვათ კითხვა, რომ აი მონაცემი კი მინახება ამ მეხსიერების კონკრეტულ უბანზე. მაგრამ როგორ მივწვდე მას, როცა მე გამიხარდება მაშინ? და რას ვამბობ ეხლა, ნახეთ? ეხლა მე რო hello world პრინტავ, მე მიწევს ესე იგი ეს hello world-ი რო console write line-ში მიწერია, რა გამოდის ესე იგი მეხსიერებაში იქნება ეს კონკრეტულ უბანთან ინახება ეს მონაცემი და მე იპრინტება. მაგრამ იქნება საერთაშორისო რომ დავპრინტო ეხლა. და იქნება მინდა რომ მხოლოდ მინდა რომ შევინახო ინფორმაცია და დამთავრდა, მორჩა. მქონდეს ეს ინფორმაცია, არანაირი დაპრინტვა არ მსურს. არ მინდა ეს დაპრინტვა, უბრალოდ შეინახოს მეხსიერებაში და როცა მინდა მაშინ გამოვიყენებ. და ესეთი კითხვა როცა ჩნდება, რა თქმა უნდა კონკრეტულ კითხვას თავისი გამოსავალი, თავისი solution-ი გააჩნია პროგრამირებაში. და როგორ ხდება ეს ყველაფერი? ესე იგი, მე თუ მინდა რომ როცა მინდა მაშინ დავპრინტო, რომ მაშინ გამოვიყენო ინფორმაცია. ესე იგი, მე ჯერ რა თქმა უნდა შევინახო ინფორმაცია მეხსიერებაში და შემდგომ უნდა ვიცოდე ის თუ როგორ მივწვდე მას. ანუ როგორ მივიდე იმ მეხსიერების კონკრეტულ ადგილას, აი 00x1-თან. ეს პირდაპირ console write line hello world-ი ამის საშუალებას არ მაძლევს, იმიტომ რომ კი იქნება ეს მეხსიერებაში და მე ეგრევე პრინტავს. ეგრევე მიდის იმ მეხსიერებასთან. მეხსიერების იმ უბანთან. მაგრამ მე ესე არ მინდა. მე არ მინდა ჯერჯერობით დაპრინტო. ამიტომაც მე მინდა რომ მუდმივად მქონდეს შენახული ეს მონაცემი აი ჩემს C# კოდში და ესე
როცა მსურს, მაგას გამოვიყენო. და ამისთვის არსებობს ცვლადები. ესე ცვლადი ნიშნავს იმას, რომ მე რაღაცა მისათითებელი იმექნება, ანუ მე ჩემ, ასე ვთქვათ, პროგრამაში მექნება რაღაცა სიტყვა, რომლითაც მე წვდომა მექნება იმ მეხსიერების უბანთან, სადაც მოცემული იქნება ჩვენი hello world. ასე რომ, ერთი პატარა კონკრეტული მაგალითი რომ გავაკეთო, როგორ იქმნება ცვლადები. აი, მოდი ესეთ რამე დავწეროთ რა. დავუშვათ ეს hello world ხო არის? და აი, მინდა რომ შევინახო, ხო ეს? მოდი ტექსტი დავარქვათ, ჩემ ცვლადს. ტექსტი. არ მინდა ესე. text. უდრის და ეს hello world. ეს. ანუ, რა ხდება, ნახეთ? მე რაღაცა სიტყვა დავწერე ტექსტი, რომელიც გავუტოლე hello world. და ეს გამოიწვევს იმას, რომ ჩემი ტექსტი, აი ეს რაღაცა სიტყვა, ანუ დაიმახსოვრებს, ესე ჯერ hello world ხო იქმნება ჩემ მეხსიერებაში. ამას ხო თავისი რაღაცა მისამართი გააჩნია. ყველა ინფორმაციას გააჩნია თავისი მისამართი. მეხსიერების კონკრეტული მისამართი. ამასაც რაღაცა მისამართი გააჩნია და ჩემი ეს სიტყვა დაიმახსოვრებს ამ hello world-ის მისამართს. და შემდგომში, როცა მე მინდა ამ სიტყვას გამოვიყენებ. თუმცა რაღაც ხმა მომისმა და რამე თქმა ხო აქვს სურთ. ცოდე? ხო, შეჯობის იჩვენ. შეიძლება ხმა ჩაერთვას. ხო. ესე იგი რა გამოდის? რაღაცა სიტყვას ვქმნი, ჩემთვის ნებისმიერ სიტყვას რაც გამიხარდება და ეს ასე ვთქვათ, სიტყვა შეინახავს ჩემი ტექსტის მეხსიერების იმ მისამართს. და შემდგომ, სადაც გამოვიყენებ ამ სიტყვას, ესე იგი, მე წვდომა მექნება hello world-თან. იმიტომ რომ თუ მეხსიერების იმ კონკრეტულ უბანთან მაქვს წვდომა, ესე იგი hello world-თანაც მაქვს წვდომა. და ესე იქნება ცვლადები. ანუ ცვლადი არის რაღაცა მისათითებელი იმ მონაცემის მეხსიერებას. აი ეს ტექსტი არის მისათითებელი, ანუ ვუთითებ მე, ანუ დროებით ინახება, ასე ვთქვათ, ამ ტექსტის მეხსიერების მისამართი. მეხსიერებაში არსებული მისამართი. თუმცა ჩვენი C# ამით არ კმაყოფილდება. დავუშვათ სხვა პროგრამირების ენებში ეს საკმარისი იქნებოდა. text უდრის hello world და უკვე საკმარისი იქნებოდა ყველაფერი. ტექსტში უკვე იგულისხმებოდა, ანუ უკვე ეს შეინახავდა ეს ტექსტი. უკვე ამ ტექსტის ესე მე ვუთითებ ამ hello world-ის მისამართს და ოკეი. ყველაფერი კარგია და. მაგრამ C# არის ცოტა აცრი ენა და ეს რას ნიშნავს? რომ თვითონ როცა მე ვქმნი ამ ცვლადს, ამ ცვლადს მე აუცილებლად უნდა დავუწერო C#-ში თუ რა ტიპის მონაცემს ვინახავ. ანუ ეს hello world-ი ხო ინახება, ანუ ამ hello world-ის მეხსიერების ის მისამართი ხო წვდომადი არის ტექსტისთვის. მაგრამ რა ტიპი არის ეს? და ჩვენ ძალიან მარტივად ვპასუხობთ, რომ ეს არის ტექსტი, ხო? როგორც ჩვენ ვიცით, ეს არის ტექსტი. მაგრამ ტექსტი ეს ჩვენ ქართულ ენაზე ვიცით, მაგრამ თვითონ C#-ში არსებობს string. აი ესეთი სიტყვა. და ეს სიტყვა მიანიშნებს იმასე, რომ მე მაქვს საქმე ტექსტთან. და აი ეს string-ი იწერება აი ამასთან. string text უდრის hello world. მოდი ახლა კიდევ ერთხელ ავხსნათ რა ხდება აქ. ვქმნი ცვლადს. ანუ პირველ ჯერზე დავიმახსოვროთ, რომ ცვლადს იმისდომ ვქმნი, რომ აი ეს hello world-ის მისამართი დავიმახსოვრო.
სადმე მქონდეს შენახული. ოღონ იმისთვის რომ ეს შევქმნა, ამისთვის C# მეუბნება რომ კი ეხა შენ ინახავ ამ hello world-ის მისამართს, მაგრამ რა ტიპის მონაცემია ესო? ანუ რა არის ეს მონაცემი? ეს მონაცემი არის ტექსტი, ანუ string ტიპის და მარცხნივ წერ strings. ანუ string text უდრის და მერე hello world. ზოგადად პროგრამირებაში ესე ვიცით ხოლმე, რომ საწყის ეტაპზე ვასწავლით, რომ თითქოს ეს ტექსტი არის ყუთი და ამ ყუთში ვდებ რაღაცა ინფორმაციას. თუმცა ეგრე არ არის. ანუ ესე უფრო მარტივად გაიგებს თვითონ ყველა ადამიანი, მაგრამ ზოგადად რეალობა არის ის, რომ ეს ტექსტი არის ცვლადი, მისათითებელი კონკრეტულად ამ მონაცემის, ასე ვთქვათ, მეხსიერების უბანზე. და ოკეი, რა მოხდა? ეს hello world-ი მე შევინახე. უკვე ამის მეხსიერების კონკრეტულ უბანს მე შევინახე, უკვე ამაში. და რა ხდება? მე თუ მინდა რომ ეს hello world-ი გამოვიყენო, როცა მე გამიხარდება, დავუშვათ რაღაცა ქვემოთ, მინდა რომ გამოვიყენო. წერ console writeline და ვწერ უკვე ტექსტს. მეცადე? აი აქ დავწერ text. ვაუ, ნახეთ რა მოხდა. ჩემმა პროგრამამ ეს ტექსტი ამ ტექსტზე ერორი არ მითხრა, ანუ არ მითხრა რომ ერორი გაქვს შენო. იმიტომ რომ ეს ტექსტი არ არის არც რაღაცა string, ანუ რაღაცა ტექსტი არ არის, არც რიცხვი არ არის. ეს ტექსტი არის ცვლადი. ინგლისურად variable. რომელიც არის string ტიპის. string ტიპის, ანუ ესე იგი მასში ინახება, ანუ მას აქვს ტექსტის ტექსტური ტიპის მონაცემზე წოდომა. ანუ მის მიხსიერების მისამართთან წოდომა. ანუ აწი, მე hello world-ს კი აღარ გამოვიყენებ აქ. მე აწი უკვე ტექსტს გამოვიყენებ. აი ეს ტექსტი. მოდი გავუშვათ ახლა ეს. აჰა, hello world-ი. ვაუ, აბა როგორ მოხდა ეს ყველაფერი? როგორ მივიღეთ hello world-ი? ესე იგი, როცა დაიპრინტა ტექსტი, პირველ ჯერზე აი მარტივად, რო ვთქვა პროგრამისტვის, ეს კითხობს, რა არის ეს ტექსტი? შენ რომ მეუბნები რომ დამიპრინტე ტექსტიო, მე ვიცი რა არის ტექსტი, ხო? მაგრამ არ ყვევს რომ ეს ტექსტი არის ცვლადი. ეხა პროგრამა ფიქრობს რა არის ცვლადი? ესე იგი, ეს ტექსტი ინახავს რაღაც მომენტში, ესე იგი უთითებს, წვდომა აქვს, ესე იგი ხელით იშვერს იმ მონაცემის, ამ კონკრეტული ინფორმაციის მეხსიერების იმ უბანთან. და როცა დაიპრინტა ტექსტი, ჩემი პროგრამა მივიდა იმ მეხსიერების უბანთან, სადაც ეს ჩემი hello world-ი იყო და გამოიტანა ეკრანზე. როგორც მაგალითად მე აქამდე ვწერდი hello world-ს, აქაც ზუსტად იგივე ხდებოდა. hello world-ი ესე იგი ჯერ იქმნება მეხსიერებაში, ეს ჩემი მონაცემი hello world-ი. ამასე ამ ტექსტი, რა თქმა უნდა, მეხსიერებაში ენიჭება კონკრეტული მეხსიერების მისამართი. აი ჩვენ ენაზე რო ვთქვათ, რაღაცა ოთახი რომ აქვს მე და ამ ოთახში რომ მინდა რომ კარადა დავდო, ხო? ამ კარადას დავდებ, კარადას მივიტან იქ და ამ კარადას მაგ კონკრეტულ ოთახში რაღაცა მისამართი ენიჭება, ხო? დავუშვათ კუთხეში, სადღაც იმასთან სადღაც, ხო? კუთხესთან, ხო? და რაღაც მეხსიერება, ანუ რაღაცა მისამართი აქვს, ხო? ზუსტად ეგრე წარმოვიდგინოთ, რომ ერთი დიდი ოთახი არის, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი მეხსიერება და რაღაცა ნივთები მაქვს კონკრეტულად მეხსიერების უბან, რაღაც მეხსიერების ამ ოთახში, სადღაც კუთხეში ან თუნდაც არ ვიცი, როგორც წარმოვიდგენთ რა. და როცა მე პრინტავ ამ ტექსტს, მე მივდივარ იმ უბანთან, ანუ იმ
ადგილას და იმ ადგილას რაც არის მონაცემი, ის იპრინტება. აბა აქ თუ არის კითხვა. იმიტომ რომ არ არის მარტივი ამის გაგება თავიდან რაღაცნაირად რა, იმიტომ რომ არ ვიცი, შეიძლება ბევრი კითხვა დაიბადოს. აბა კითხები თუ გაქვთ რამე? ოკეი. კაი. ესე იგი თუ კითხვები გექნებათ, აუცილებლად გამაჩერეთ და თავარი რაც არის, რომ ანუ კითხვა თუ გექნებათ, არ მოგერიდოთ დამისვით, ანუ გულში არ დაიტოვოთ, იმიტომ რომ მე შეიძლება დაგავიწყდეთ რომ ეგ კითხვა გქონდათ საბოლოოდ და მე ვერ გაიგებთ და მე შეიძლება რაღაც პრობლემა იყოს. ესე იგი, ესე იქნება ჩვენი ცვლადი. და მე ამ ტექსტს როცა მინდა მაშინ გამოვიყენებ. როცა გამიხარდება. და პირველ ჯერზე როგორ სიტუაცია იყო მაგათაც ამ სიტუაციაში, მე იძულებული ვიყავი რომ დამეპრინტა. მოდი ესეთ კითხვას დავსვავ. რო არ დავპრინტო და პროსტა უბრალოდ რომ დავწერო hello world-ი. ამ შემთხვევაში რა ხდება? და აი ნახეთ ამ შემთხვევაში ჩემი პროგრამა არ მაძლევს საშუალებას. რო ესე დავტოვო. ანუ თუ ესე დავტოვებ, მეუბნება რომ რა არის ესო? only assignment call increment რაღაცა can be used as statement, ხო? ანუ არ მაწერენებს ესე. ანუ მე თუ ამას დავწერდი იმ მიზნით, რომ ეხლა ჩემთან მეხსიერებაში შეიქმნებოდა ეს კონკრეტული მონაცემი შეიქმნებოდა მეხსიერებაში კონკრეტულ ადგილს დაიკავებდა, ესე არ არის. არ შეიქმნება. შექმნისთვის და ასე ვთქვათ, მე ამ პროცესისთვის აუცილებელია ცვლადში შენახვა. ეს. ასე რომ აი უკვე ყველაფერი, აი ამ წარმოვიდგინოთ, რომ ამ ტექსტის მიღმა არის ის ჩემი hello world-ი. ანუ ის მისამართი, სადაც hello world-ი ზის. ამიტომაც მე შემიძლია ჩვეუბრად მოვეპყრო ამ ტექსტს, როგორც ჩვეუბრად ამას ვეპყრობოდი. აი ამას, აქ რო წერდი რაღაცებს. ტექსტ წერტილი და length-ი ტექსტ წერტილი to upper-ი ჩვეუბრად to lower-ი და ასე შემდეგ. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ამ hello world-ის აი ყოველთვის ესე ჩასვით ხომ, რომ აი ტექსტის მათგილს რომ hello world-ი იჯდეს. ზუსტად იგივეა. ასე რომ ეს სლაიდი საშუალებას მაძლევს, რომ მონაცემი, ანუ ასე ვთქვათ, ვუთითებ იმ მეხსიერების ადგილას, სადაც ეს ჩემი hello world-ი ზის. და აი ვახსენე, როცა მე ცვლადს ვქმნი და ვარქმევ, ნახეთ, მე რო ტექსტი დავარქვი, ცვლადს მე შემიძლია დავარქვა ნებისმიერი რაღაცა, რაც მე გამიხარდება. მე შემიძლია დავარქვა ლაშა და მე აქ ლაშა დავპრინტო. გინდა დავარქვა პეტრე, პავლე, ნებისმიერი რამე A, B, C, არ აქვს მნიშვნელობა, რას დავარქვა. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ისეთ სიტყვებს არ მაწე, ისეთ სიტყვებს ვერ გამოვიყენებ ცვლადის შესაქმნელად, რომელიც C#-ში უკვე არსებობს. აი მაგალითად string გამოხატავს ტექსტს, ტექსტის ტიპს. და მე რო ახლა აქ string-ი დავწერო, პრობლემა იქნება. ანუ ჩაშენებულ სიტყვებს, რომელიც C#-ში არსებობს უკვე, ცვალის სახით ვერ გამოვიყენებ. რიცხვის დაწერა შეგვიძლია? ხო, აი რიცხვის დაწერაც არ შეგვიძლია. და არც ესეთი ნიშნების. ეგუნა მეკითხა რიცხვები თუ შეგვიძლია. არც ეს, ანუ ესეთი რაღაცების დაწერა არ შემიძლია. შემიძლია მხოლოდ ტექსტური რაღაცის დაწერა, ანუ ტექსტის დაწერა რა. ესეც არ შეგვიძლია. ასე რომ უნდა დავწეროთ რაღაცა სიტყვა. ოღონ ეს ჩემზე დამოკიდებული უკვე, რას დავარქმევ? ანუ არ არსებობს, რომ ცვლადის არ არსებობს ესეთი რაღაცა წესი, რომ აი ცვლად აუცილებლად ეს უნდა ერქვას. აი მე რო ტექსტი დავწერე მაგალითად.
ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ტექსტი უნდა ერქვას. რაცაც მინდა იმას დავარქვე. უბრალოდ ჩემთვის უნდა იყოს ახმათი და ჩემთვის უნდა იყოს ბევრად უფრო ინტუიტიური, რომ აი მე რო არ დავიბნე კოდის წერის დროს რა. აი მე რომ მაგალითად hello world წერ hello world-ი შენახვა მსურს, ხო? მე ვფიქრდები, რომ აი რა დავარქვა ამ ცვლადს და რავი, ტექსტია ხო ეს? ტექსტი და ეს ტექსტ დავარქვე, string text. და ეს და თუ მე მინდა უკვე გამოყენება, რა თქმა უნდა, ტექსტს გამოვიყენებ უკვე აქ. გასაგებია, ხო? დიახ. აი. ესე იქნება ჩვენი ცვლადი. ამ ცვლად ჩვენ შეგვიძლია გინდა პლუსი დავწეროთ და მე სხვა ტექსტი დავუმატოთ. აი ნებისმიერ რამე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვიცით, რომ ამ ტექსტის მიღმა იგულისხმება უკვე ის ტექსტი. უბრალოდ ამ ტექსტის მიღმა, ანუ ამ ცვლადის მიღმა იგულისხმება უკვე ეს ჩვენი ტექსტი. აბა რა მეკითხვა თუ არის, რაღაც შემომესმა. ოკეი. კარგი. კაი. და აი რაც ვახსენე რა, რომ ესე იგი ტექსტის, როცა მე ცვლადს ვქმნი, ჩემი C# პროგრამამ მეუბნება, რომ აი ცვლადს რო ქმნი და რო გინდა რომ შეინახო იმ მონაცემის მისამართი. რა ტიპის არის ეგ ინფორმაცია, რაც შენ გინდა რომ შეინახო. და ამბობთ რომ ტექსტია, ხო? და ტექსტი C#-ში იგულისხმება როგორც string. String. და ესე იგი მივადექით უკვე მონაცემთა ტიპებს. ესე იგი ჩვენ ვთქვით უკვე რომ არსებობს რამდენი მონაცემები. ზოგი რიცხვია, ზოგი ტექსტია, სხვა ტიპებს მე არ შევხედავ შეჯიბრობით და მინდა რომ დღეს შევეხო. თვითონ ტექსტი მე უკვე ვთქვი რომ არის string. String. აი როცა მე რაღაცა ტექსტის შენახვა დამჭირდება, უნდა შევქმნათ ცვლადი ხო ჯერჯერობით. ჯერ მე ვწერ ტიპს, რადგან ტექსტია, ესე იგი string უნდა დავწერო, string. მერე დავწერ ცვლადის სახელს, რაც მე გამიხარდება, დავუშვათ ჩემი სახელი, ხო? დავუშვათ names დავწერ, უფრო მეტად შინაარსობრივი რო იყოს, უდრის და აქ დავწერ ლაშას. და მე სადღაც დავაკონსოლებ უკვე names. გავუშვათ? აი ესე. დაიბნი და ლაშა. თუმცაღა მე მაინტერესებს. აბა გისმენ? აი სახელს რო დაწერ, მაგის მერე რიცხვი რო დაწერო, ეგეც არ შეიძლება? სახელს რო დავწერ, აი აქ. და მე რო აქ რო რიცხვი დავწერო? აი ხო. ხო, არანაირი პრობლემა არ არის. ანუ ნახე, name 4, ანუ ეს უკვე ტექსტია, ანუ ეს უკვე რაღაც ტექსტი კი არ არის, უბრალოდ წესია ეგეთი, რომ ცვლადი რომ შევქმნა ამისთვის საჭიროა რომ რაღაცა ტექსტებისგან იყოს, უბრალოდ პირველი 100 რიცხვით არ უნდა იწყებოდეს თორემ. პირველი 100 უნდა იწყებოდეს თვითონ 100-ი. თორე რავი, მე შემიძლია აქ დავწერო n1. ესეთი რამე არ შემიძლია. ასეთი რამე, ხო. ასეთი რამე, მაგრამ თვითონ 100-ს მერე რიცხვები შემიძლია უკვე. მიხდი? გაგებია. და მე თუ ამას თუ დავწერ, მაშინ ამას აქაც ეგ უნდა ჩავწერო, რა თქმა უნდა. ოკეი. და ოკეი, კაი, პირველი რაც ვახსენე, რომ ოკეი, ესე იგი ეს ტიპი არის ტექსტი. მაგრამ რიცხვებზე რა ხდება? და რიცხვებზე ძალიან ბევრი ტიპი არსებობს. და ეს ყველაფერი ცხადია, დაკავშირებული არის მაინც მეხსიერებასთან და მეხსიერებაში როგორც ინახება კონკრეტულად მონაცემი. აი მოდი
ეხლა ნახოთ ეს რაღაცები რა. ძალიან ბევრი მოაცდა ტიპები არსებობს. არსებობს chari, არსებობს shorty, inti, longi, floaty, doubly, decimally, stringy, ძალიან ბევრი. და ეხლა მე რაღაცა სიტყვებს ვამბობ, თქვენ საერთოდ ვერ ხვდებით რაზეა საუბარი. რა არის chari, რა არის shorty, რა არის inti, რა არის longi, unsigned inti რაღა არის, signed inti რაღა არის და ასე შემდეგ. მოდი ახლა კარგად გავაიზრდეთ. ესე იგი. თვითონ მოდი გადავიდეთ ეს რაღაცას რა. ჩვენ ავახსენეთ ტექსტი და მოდი გადავიდეთ ხა რიცხვზე, როცა მინდა რომ რიცხვი შევინახო. რიცხვის შესანახად მოდი პირველი ტიპი არის ესეთი ბაიტი. ეს ბაიტი არის მონაცემთა ტიპი, სადაც მე შემიძლია შევინახო, ან ცვლადის საშუალებით შევინახო რიცხვი. ოღონდ ამ რიცხვის მარტო ლიმიტირებული რაოდენობა. ანუ მაგალითად 1.500.000 რაღაცა დავუშვათ ესეთი რაღაცა რიცხვი რომ მქონდეს. ბაიტში ვერ შევინახავ. და რატომ ეხლა? ეს ყველაფერი მაინც დაკავშირებული არის, ანუ ყველა მონაცემთა ტიპს აქვს საკუთარი მეხსიერების, ანუ range რა, ანუ საიდან სანამდე შეუძლია მონაცემის შენახვა. ანუ რამხელა მეხსიერების ადგილს იკავებს მეხსიერებაში, მარტივად რომ ვთქვათ. ეს ბაიტი ძალიან პატარა მეხსიერებას იკავებს. და ეს მეხსიერებები, ეს თვითონ მეხსიერება და ეს უბანი, ეს ბიტებთან არის დაკავშირებული. ბიტებში ინახება მოკლედ ეს ჩვენი მონაცემები და მარტივად რომ ვთქვათ, ეს ბაიტი, ერთი ბაიტი არის 8 ბიტი და რადგანაც ერთი ბაიტი არის 8 ბიტი, შენი ხმა გაჭედა. გაჭედა. შენ მახმამ. თქვენ ხვდეთ. როგორ? ხო, შენ გიჭედავს. დიეში. შენ ხმა ისმის მეგონა. ოკეი. ხო, აი ნახეთ, ხო, სად ვარ? აი აქ. აი ბაიტი. ესე იგი მეხსიერება თვითონ ჩვენ ასე ვთქვათ, ესე რომ შევხედოთ, მეხსიერების კონკრეტული, ანუ რა ისიც უნდა გამოყოს ადგილი, ბაიტებში და ბიტებში არის განსაზღვრული და უბრალოდ ვიცოდეთ რომ ერთი ბაიტი არის 8 ბიტი და 8 ბიტი ესე იგი 8 ისეთი ინფორმაცია რომელიც 8 ბიტს იკავებს, ეს ნიშნავს იმას რომ 2-ის მერვე ხარისხს ინფორმაციას იკავებს. ანუ ეს ცოტა უფრო მათემატიკური თემას შევეხებით. მარტივად რომ წარმოვიდგინოთ, ბაიტში რა ინფორმაციის შენახვაც მე, ანუ რა ადგილსაც ის გამოყოფს 0-დან 255-ის ჩათვლით. მაგალითად, ეს unsigned integer არის. და ეს ჩვენი მონაცემები იყოფა signed ტიპად და unsigned ტიპად რა. მოდი ახლა კარგად დავაკვირდეთ. ეს კი byte, დავწეროთ number-ი და გავუტოვოთ მას მაგალითად 200. ოკეი. პრობლემა არ არის. 256. ვა, აქ უკვე პრობლემა აქვს. 255-ზე? ვა, აქ პრობლემა აღარ აქვს. ანუ ბაიტს როცა მე ვწერ, ესე იგი რა ინფორმაციაც შეინახება მეხსიერებაში? ჯერ როგორ შეინახება? ჯერ გამოიყოფა რაღაცა ადგილი
და იმ ადგილას მოთავსდება კონკრეტულად მონაცემა. ხო? ამიტომაც როცა მე რაღაცა ინფორმაციის შენახვა მსურს, ჯერ მე უნდა ვთქვა, რამხელა მეხსიერების ადგილი მინდა რომ გამოვყო. ძალიან მარტივად რო ვთქვა, მე თუ დიდი ინფორმაციის შენახვა მსურს, ესე იგი მეხსიერებაში დიდი ადგილი უნდა გამოიყოს. თუ პატარა ინფორმაციის შენახვა მსურს, მაშინ პატარა ადგილი უნდა გამოიყოს. ასე რომ ეს ბაიტი საშუალებას მაძლევს, რომ 2-ის მერვე ხარისხში, რაც მაქვს 0-დან 255-ის ჩათვლით ნებისმიერი ინფორმაცია შევინახო. 3 იქნება ეს, 5, 250, პრობლემა არ არის, 251 პრობლემა არ არის, 255 პრობლემა არ არის, მაგრამ 256-ზე მე ვუნება რომ ამას უკვე ვეღარ შევინახავ. იმიტომ რომ ბაიტს როცა მე ვამბობ, მე ვეუბნები რომ ოკეი, ესე იგი მეხსიერებაში გამოიყოს ადგილი აი ამ დავუშვათ 8 ბიტზე. არა, მოდი ცოტა ხანი გადავდოთ ბაიტზე და ბიტზე ყურადღება, ან ასე ვთქვათ, უფრო არ შევიდეთ 2 ბიტ სისტემაზე და იმ მათემატიკურ თემებზე, რაც კომპიუტერში არის. თავარი დავიმახსოვროთ, რომ ბაიტი, ესე იგი 8 ბიტის მონაცემის შენახვა შეუძლია 8 ბიტიანის, ანუ 2-ის მერვე ხარისხი რაც არის, აი მაგის მაქამე D. ასე რომ 256-ზე უკვე error-ზე გადის, იმიტომ რომ ბაიტს, ანუ იმ კონკრეტულ მეხსიერების ადგილს, რაც უკვე გამოიყო, არ შეუძლია 256-ის ჩაწერა იქ. მას შეუძლია 0-დან. strings ვერ შევიდა ბაიტში? ვერა, strings ცალკე ტიპი აქვს. string-ი როგორც ბაიტი არის ტიპი, ისე string-იც არის ტიპი. string-ზე მოგვიანებით გადავალ. ანუ რიცხვებაში რიცხვთა მიმართებაში ვიძახი. რიცხვთა მიმართებაში ვიძახი, ანუ როცა მე რიცხვის შენახვა მსურს, ამ დროს რა მონაცემთა ტიპი უნდა გამოვიყენო. აი ესე. აი, ნაცვლად ნებისმიერი აუ, ჭედავს და მე მარტო მე მიჭედავს? თუ ვთქვათ. ვაუ. მაგაზე სხვა მონიტორინგ გიო, ანუ ძალიან ჭედავს შენი ხმა რა. იმედია მე არ ჭედავ. არა, იცი რას გულისხმობ? აი, ბაიტის შემდეგ ნამბერი რო წერია, მაგის ნაცვლად რო დავწეროთ, ან ტექსტური, ან რიცხობრივი ნიშნული. ამ ნიშნულობა აქვს თუ? აქ რო დავწერო, ხო რაღაც? არა, ტოლობის მარცხენა მხარეს. ეს ნამბერისა და წერია. ეს არის სახელი, რაც მე დავარქვი. მე შემიძლია ამას დავარქვა ლაშა, შემიძლია დავარქვა A, შემიძლია დავარქვა B, შემიძლია დავარქვა ტექსტი, არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის სიტყვა, რასაც მე ვარქმევ, ცვლაც. ხტები? უბრალოდ ჩემთვის რო იყოს დასანახი, ჩემთვის რო იყოს კარგად აღქმადი. რომ აი მე რო შევინახავ მონაცემს, დავუშვათ 255-ს, მაგალითად, რომ შევინახავ, აი რა ერქვას იმ ცვლაც, რომელთაც მე წვდომა მექნება ამ ინფორმაციაზე. უბრალოდ სახელი. თორე ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რაც დავარქვი. უბრალოდ შინაარსობრივად უნდა იყოს დაკავშირებული რა, რომ მე არ ავირიო რა. იმიტომ რომ მე როცა დავუშვათ რაღაცა რიცხვს ვინახავ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ აი რა დავარქვა რიცხვს და აი მე რო არ ავირიო და უბრალოდ კოდს რო კარგად ვხედავ და დავარქვა numbers, იმიტომ რომ შეესაბამება ამ ყველაფერს რა. მაგრამ მე რო ხა ტექსტი დავარქვა 255-ს, ამ ტექსტი უკვე ქვია აქ 23 ხაზზე. აი ეგეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ კი უკვე შექმნილი არის ეგეთი, ასე ვთქვათ, ცვლადის სახელი, სხვა მეორე ცვლადში იგივე სახელს ვერ გამოვიყენებ. და აი აქ უკვე მე რო ხა ტექსტ 2 დავარქვა ამას, ან ნებისმიერი რამე, სხვა სიტყვა, ჩემთვის არაშინაარსობრივი იქნება და არ მომწონს, ხვდები? ცოტა ხანი ისე რომ დავაკომენტაროთ რა. აი ეს რაღაცეები.
ჩემთვის იქნება არაშინაარსობრივი. მოდი ბარემ numbers დავარქვი, ან numbers დავარქვი, რომ ჩემთვის იყოს სპეციფიკური გასაგები. თორე ლოგიკური, ანუ კოდში რო შეცდომა არის დაშვებული და რაღაცა ეგეთი რამე არ არის. გასაგებია? გასაგებია, მადლობა. თორემ როცა მე ტექსტი შენახვა დამჭირდება, აი ლაშა როცა მინდა რომ შევინახო, მე ესე იგი ესეთ კითხვას ვსვავ. ვა, ლაშა მინდა რომ შევინახო? ესე იგი ჩემი სახელია, მოდი names დავარქმევ. ხვდები? ამ შემთხვევაში names დავწერ. აქ მნიშვნელობა არ აქვს. სახელს. ხო, 255, ესე იგი 0-დან 255-ის ჩათვლით. ვა, და უარყოფითებმა რა დააშავეს? მე თუ უარყოფითი რიცხვი შენახვა მსურს. და ამისთვის არსებობს ეს ბაიტი, ტიპი. ბაიტი საშუალებას მაძლევს, რომ შევინახო 0-დან 255-ის ჩათვლით და ეს ბაიტი საშუალებას მაძლევს შევინახო -128-დან 127-ის ჩათვლით. აი მაგალითად ეს ბაიტ number 2 დავარქვათ, მოდი ამას. უდრის ეხლა რო დავწერო 255, გავდივარ error-ზე. იმიტომ რომ ამ ეს ბაიტს არ შეუძლია ამ ხელა ინფორმაციის შენახვა. მას შეუძლია -128-დან 127-ის ჩათვლით. მაგალითად ეხლა რო დავწერო -128. სწორიაო, -129-ზე error-ზე გავა. 127-ზე პრობლემა არ აქვს, 128-ზე უკვე error-ზე გადის. გასაგებია ხომ ეს? -128-დან 127-ის ჩათვლით. ეს. ანუ მე თუ მინდა რაღაცა უარყოფითი რიცხვის შენახვა, მაშინ და პატარა ინფორმაცია არის, მაშინ გამოვიყენებ ეს ბაიტს. თუ 0-დან 255-ის ჩათვლით სურს, ანუ უოჭველი დადებითია, მაშინ ბაიტს გამოვიყენებდი. და შემდეგ დავუშვათ -5. შევინახე. და რავი მე შემიძლია უკვე დავპრინტო. დავუშვათ მოდი number-ი დავპრინტოთ და მოდი ახლა number 2 დავპრინტოთ. გავუშვათ. აჰა. 255 დაიპრინტა და -5-იც დაიპრინტა. სად არის ჩვენი ის? აი ეს კოდი. აი ჯერჯერობით თუ არის რამე კითხვა. აბა გავუშვათ, ნახოთ. მაშინ რომ მითხრათ მაიც რო დავაზუსტო, რომ ჩემი ხმა არ ჭედავს. გასაგები მე რომ მითხრას, რომ გასაგები იყო. რომ გადავიდე შემდეგ თემაზე. არ ჭედა. გასაგებია. კარგი. ოკეი. ბაიტი გავიგეთ, ეს ბაიტი გავიგეთ. ვა. მაგრამ რავი, ახლა 255-ის ჩათვლით როა, 256 რომ მომინდეს მაგალითად ეგეთი ინფორმაციის შენახვა, მაშინ რა ვქნა? ამიტომაც სხვა მონაცემთა ტიპებიც არსებობს, რომელიც უზრუნველყოფს უფრო დიდი მეხსიერების ადგილის გამოყოფას მეხსიერებაში. არსებობს ეს რამე short-ი. მოდი number 3 დავარქვათ ამას. უდრის დავუშვათ 300. არ აქვს პრობლემა. 200? ამას არ აქვს პრობლემა. ანუ ეს რო short-ია და უფრო დიდი მეხსიერების ადგილს რო გამოყოფს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რავი, სხვა უფრო დაბალი მონაცემის შენახვა არ შემიძლია. ეს არალოგიკურიც იქნებოდა, იმიტომ რომ უფრო დიდი მეხსიერების ადგილი თუ გამოიყოფა, ანუ უფრო დიდი სივრცე თუ მაქვს მე რომ რაღაცა ნიფტი დავდო, ესე იგი უფრო პატარა მონაცემის შენახვა შემიძლია მათ, ხო? ასე რომ ეს short-ი არის 16 ბიტიანი, ანუ 2-ის მე-16 ხარისხი რაც არის მაგამდე შეგვიძლია. ანუ ეს არის
სად არის? აქ არ არის შორტი? ხო. მინუს 32768-დან 32767-ის ჩათვლით. აი აქამდე, ანუ ამ შუალედში ნებისმიერი მონაცემი შენახვა შემიძლია. მოდი გავტესოთ აბა. მაგ ფოტოს ჩააგდებთ? კი. ჩო. მინუს 32768 ეს პრობლემა არ არის 769-ზე, უკვე ერორია. შვენიერი. და 768 უკვე ერორია. 767 არის მაქსიმუმი, 768-ზე უკვე ერორზე გადის. ასე რომ აბა გისმენ? კი, რა მაინტერესებს, ან 2-16 ხარისხის სხვა რიცხვი არის და ხო, გეტყვი. ნახე, აი მაგას მინდა გადასული ხო, ნახე. ბაიტი და ეს ბაიტი როგორ იყო, ნახე? ბაიტი იყო 0-დან 255-ის ჩათვლით და ეს ბაიტი იყო, ესე იგი, უარყოფითებსაც ითვალისწინებდა, ანუ იდეაში შუაზე იყოფოდა რაღაც კუთხით, -128, -128-დან იწყებოდა, რაღაც ჩამოდის 0 და მერე 127. და უკვე შემდეგ მონაცემ ტიპებზე როგორ არის, იცი? ეს შორტი არის ასე ვთქვათ, ეს შორტი ითვალისწინებს უარყოფით რიცხვებსაც. signed ნიშნავს, რომ ითვალისწინებს უარყოფით რიცხვებსაც და დადებით რიცხვებსაც და unsigned ნიშნავს, რომ მხოლოდ დადებით რიცხვებს ითვალისწინებს. ნახე, ეს ბაიტი რო წერია აქ signed, ასე ვთქვათ, ცოდე? ეხლა ეს შორტი რო არის signed integer-ი, ეს signed რო არის, ესე იგი უარყოფითებსაც ითვალისწინებს და თუ დააკვირდები ბაიტსაც, ნახე, ესი რო უწერია, ესი აღნიშნავს signs რა, ანუ ითვალისწინებს როგორც უარყოფით რიცხვებს, ასევე დადებით რიცხვებს. მაგრამ ბაიტი არის unsigned integer-ი, ანუ ეს მხოლოდ დადებითებს ითვალისწინებს. და ეს შორტი ითვალისწინებს -22768-დან 32767-ის ჩათვლით. ანუ ეს ითვალისწინებს როგორც უარყოფით რიცხვებს, ანუ ასევე დადებით რიცხვებს. ანუ გამოდის, რომ 2-16 ხარისხი რაც არის, ეგრო შუაზე გაყო რა, 2-ზე რო გაყო რაღაც მომენტში. და მინუსიდან გამოთვალო და მერე დადებითის ჩათვლით. მიხვდი? კი, გასაგები. მაგრამ თვითონ მე თუ მსურს, აი კითხვა, მე თუ მსურს მხოლოდ დადებით რიცხვები და უარყოფით რიცხვებს არ ვეხები, მაშინ ნახე. ცოდე, short რომ არის აი ეს. u short. ეს u short არის short იგივე, ანუ იმას წარმოადგენს, ოღონდ unsigned integer-ია. ანუ ესე იგი უარყოფითებს არ ითვალისწინებს, ანუ 0-დან დადებით რიცხვები რაც არის. ანუ იდეაში ეგ გამოდის, ну ეს რო 2-ზე გამრავლო რაღაც მომენტში რა. გამოდის აი 0-დან 65535. 65535. ამგვარი ესე იყო. 36-ზე უკვე ერორია. გასაგებია, ხო? ანუ ძალიან მარტივად პირველ რიგში ჯერ ვარკვევ რა, ანუ მონაცემი შენ ხო რომ სურს, ჯერ ვაკვირდები რა მონაცემია ეს. ეს მონაცემი უარყოფითი შეიძლება იყოს, დადებითი შეიძლება იყოს, ხო? ასე რომ ჯერ მაგას ვარკვევ. თუ აუცილებლად დადებითია, მაშინ მე გამოვიყენებ unsigned tips, ანუ გამოვიყენებ მხოლოდ დადებითს. ну რა ტიპიც მექნება იმის შესაბამისად, ხო? დავუშვათ short-ში მე თუ შევინახავ, მაშინ თუ მარტო დადებითი მინდა, მაშინ u short-ს გამოვიყენებდი. თუ უარყოფითებიც მინდა, მაშინ ასე ვთქვათ, short-ი. ამას ერთი ისაკლი მოგონი, თუ არა? 18 და 77. 18.
35, 36, ხო, უკვე ერორი ამაზე. ხო. აბა ჯერჯერობით თუ არის გასაგები? კითხვები არ მოგერიდოთ? და მოვშვით რამე. აბა ნახო ამ კითხვები თუ არის აქ? არის გასაგებია. მე მიჭედავს თუ ჭედავს? ხო არ ჭედავს, მეგობრო. ეს ძველი კომენტარი იყო თუმცა. არა, მას ეს ცოტა ძველია. ოკეი. კაი. გავაგზავნოთ. ეს შორტი გავიკეთ. მე ვოდექით int-ს. აი აქ თუ დააკვირდებით, ნახე, არის შორტი, signed შორტი, unsigned შორტი. ანუ მე როცა შორტს ვწერ იქ თავისთავად signed შორტი გულისხმება. და unsigned შორტი თუ დაწერა თუ მინდა, მაშინ u-შორტს ვწერ იქ. ხო, ეხლა მივოდექით უფრო დიდ მონაცემს. აი მე თუ მინდა რომ 65535-ზე დიდი მონაცემი შევინახო, მაშინ უნდა გამოვიყენო int-ი. და ამ int-ს ხშირად შევხვდებით. ეს int-ი არის 32 ბიტიანი, ანუ 32 ბიტის signed integer-ი და ეს თვალისწინებს როგორც უარყოფით რიცხვებს, ასევე დადებით რიცხვებს და აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, -2 მილიონ არა, -2 მილიარდ 157 მილიონ 483,648-დან 2 მილიარდ 157 მილიონ 483,647-ის ჩათვლით. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ეხლა ამას ნუ დამაწერინებთ თვითონ იქ. რო ვთქვათ, რომ აი ესე იგი 2/16 ხარისხი რამდენიც არის, ეგ იყოფა შუაზე მოკლედ და უარყოფითებიდან დადებითამდე რა, რაც არის, ესე შუაზე იყოფა რა. ანუ ეს მე 0 და მე ეს დადებითი რიცხვები, ხო? და unsigned int-ი არის 0-დან 4 მილიარდ 294 მილიონ 967,295 და მოკლედ ამდენი ამ ხელა, ანუ ასეთი დიდი მონაცემის შენახვა შემიძლია მე. ანუ ეგეთი არის int-ი. აი რო დავაზუსტოთ, აგენ number 5-ს დავწერ და აი უბრალოდ ეს ხო არის და აი უბრალოდ ერთით მივამატებ რა. რომ ეს უკვე, ანუ ეს ხო უკვე შორტის ბოლო ის ხო მეხსიერების არა, აი ეს იყო. ეს ხო შორტის ბოლო ის იყო რიცხვი. ამის იქით უკვე ვეღარ შევბოდი, ხო? და აი აქ უკვე შემიძლია რაღაც მომენტში, ნუ ეს რო ჩავწერე, უკვე ეს ნიშნავს, რომ უკვე შორტს და უშორტს და რაღაცებს აღარ ვეხები, ანუ მე უფრო დიდ ტიპს ვეხები. და ანუ ესე გრძელდება რა. int-ის მერე არის long-ი. აი ძალიან მარტივად რო ვთქვათ, მოიცადე, ეხლა ცოტა გავადიდებ. აჰა, ამაზე უკვე ერორი ამირთყა. მითხრა რომ ეს რა არისო? ასევე არსებობს uint-იც. და uint-ი ეს int-ი ითვალისწინებს როგორც უარყოფითებს, ასევე დადებითებს. uint-ი მარტო დადებითებს ითვალისწინებს. ანუ ძალიან მარტივად რო შევხედოთ, ამას ჩაგიგდებს თვითონ და მაგის მიხედვით მიხვდებით, რომ აი როგორი რამხელა ინფორმაცია ინახება და მე შეგვიძლია თქვენს გატესტოთ. int-ის მერე უფრო დიდი ტიპიც არსებობს და არსებობს long-ი. და აი ამ long-ს შეუძლია ძალიან დიდი მონაცემის შენახვა. აი რა ვიცი ვა. ამას თუ წაიკითხავთ. ძალიან დიდია რა, მოკლედ. 64 ბიტიან იმას იკავებს 64 ბიტიან მეხსიერების უბანს. და ძალიან დიდია რა. და მოკლედ ეს არის რა. ანუ თვითონ რიცხვებთან მიმართებაში არის ბაიტი, ეს ბაიტი, შორტი, უშორტი, int-ი, uint-ი. აი მოდი სადმე ჩამოვწეროთ რა. აი აქ დავწეროთ სადმე. მოდი აბა ცოტა ესე უფრო დიდი გავხადოთ. აი ნახეთ, ამაზე უკვე გართულება არა აქვს. ხო, უკვე ამაზე მეუბნება რომ აღარა. ხო, ნახე, ამ ხელ მონაცემის შენახვა შემიძლია უკვე long-ში რა.
ანუ წარმატებით რომ ჩამოწეროთ, ესე იგი ბაიტი ეს ბაიტი ესე იგი ბაიტი ინახავს 0-დან 255 0-დან 255-მდე დან 0-დან 255-ს ჩავდით უბრალოდ. მოდი აქ ეს მოდი როგორ დავწეროთ იცი? აი ესე გავაკეთოთ. ბაიტი 0-დან 255-ს ჩავდით. ეს ბაიტი -128-დან 127-ს ჩავდით. მერე შორტი შორტი არის უკვე -10-დან აქამდე უშორტი არის 0-დან აი ამის ჩათვლით. და ინტი უფრო დიდია, მე აკვდი უბრალოდ დავწეროთ აქ ინტი, უინტი, რო არსებობს ინტი და უინტი, არსებობს ლონგი, არსებობს ულონგი, მე მგონი. ულონგ. აბა ვნახოთ ულონგ. კი. ეგეთი ტიპი არსებობს. ეს რიცხვები. თუმცა ჩვენ აქ არაფერი არ გვითხოვს ისეთ რიცხვებზე, რომელიც 10 წილადებს შეიცავს. მაგალითად 2.8. ეს რა ტიპია? რა შენ მოვათავსო? ჩვენ თუ რაღაცნაირად ლოგიკას მივყვებით 2.8 რადგანაც მაქვს, რავი ბაიტში არ მოთავსდება? ან ეს ბაიტში, რატომაც არა? აბა მოდი დავწეროთ ეს ბაიტ. number 7 დავარქვათ სხვაც, უბრალოდ მივყვები სახელებს რა. რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, რას დავარქვა. უდრის და დავწეროთ 2.8. და გაისროლა ერორი. და მეუბნება. მოკლედ ერორი არის, რომ თავარი თემა არის ის, რომ ვერ შევინახავთ ესეთ რიცხვებს ბაიტში, ეს ბაიტში და აი ამ ტიპებში. იმიტომ რომ ეს ჩვენი ასე რომ ვთქვათ ტიპები ეს ტიპები განკუთვნილია იმისთვის, რომ შეინახოს, ანუ ესე იგი ეს მონაცემები არის მთელი ტიპის მონაცემები. ანუ რომელსაც იდეაში თვლის დროს ვიყენებ. და უარყოფითებით რო ჩავთვალოთ რა. ამ მთელი რიცხვები. მაგრამ 10 წილადები, ანუ ესეთი რიცხვები 2.8 და ეგეთი რაღაცეები არ ვერ შევინახავ ამაში. ამისთვის არსებობს სხვა მონაცემთა ტიპები. და არსებობს float. ეს float-ი საშუალებას მაძლევს, აი მოდი ვნახოთ კარგად. 4 ბაიტისგან შედგება და საშუალებას მაძლევს, რომ ასე რომ ვთქვათ, შევინახო 32 ბიტიანი, ანუ მოკლედ დიდი ინფორმაციის შენახვა შემიძლია აქ და მოკლედ შემიძლია, რომ 10 წილადები დავწერო რა. აი დავწეროთ float. მოდი ასეთ ცვლადებს, მოდი ნამი დავარქვათ უბრალოდ. ნამი 1 მოდი. აი რა თქმა უნდა, ამას ყურადღება არ მიაქვს, ეხლა მე რა საქმეს ვარქმევ. არც შინაარსობრივად, არც ესე ჩათვალოთ წესად, რომ აი რადგან 1 მიწერი, ესე იგი აუცილებლად 1 უნდა გვეწეროს. და თქვენც ეგრე, ანუ უბრალოდ ვარქმევ რა, შინაარსობრივად. წარმოვიდგინეთ, რასაც გიდეთ, იმას დავარქმევთ, რა თქმა უნდა. float 1 უდრის 2.8. და ცოტა სინტაქსი აქვს ისეთი უჩვეულო. იმისთვის, რომ მე მივახვედრო პროგრამა, რომ float ტიპის მონაცემია ეს, ამისთვის f-ი უნდა მივუწერო აქ.
ესე იგი, რა თქმა უნდა, როცა მე მინდა შევინახო მონაცემი, დავუშვათ 2.8, ესე იგი, მეხსიერება ის უნდა გამოიყოს რაღაც კონკრეტული უბანი, რაღაცა ფოსტურად ის ადგილი დიდი და გამოიყოფა, ესე იგი, float ტიპის იქნება, ეს ჩემი ცვლადი, რასაც ვარქმევ და 2.8-ს რო დავწერ, აქ f-ი უნდა მივუწერო წინ. და აი მოდი რა გავაკეთოთ, იცი? აი მოდი დავწეროთ f იყოს აქ და აი რაღაცები დავწეროთ აქ. ვა. ესე იგი, არანაირი პრობლემა არ აქვს, როგორც გვინდა აქ შევინახო, ხო? 2 რაღაც. მაგრამ ცოტა უფრო დიდი მონაცემზე მე მგონი გაუჭირდება. ანუ თვითონ არა მარტო float-ი არსებობს, არამედ არსებობს double ესეთი მონაცემთა ტიპი, რომელსაც შეუძლია რომ შეინახოს უფრო დიდი მონაცემი ოღონდ რა კუთხით, ნახეთ? მე როცა აქ ვინახავ რაღაც რიცხვს და მე წერტილის მერე რაღაც რიცხვებს ვწერ, double ტიპის მონაცემს შეუძლია რომ, ანუ double ტიპი როცა მიწერია მე, შეგვიძლია მოვათავსოთ უფრო, ანუ წერტილის მერე ბევრად უფრო მეტი ასე ვთქვათ, რიცხვი. აი ჩვენ რო აქ შევხედოთ. ესე იგი, double ეს float-ი 4 ბაიტიან მეხსიერებაზე არის double 8 ბაიტიანს და მოკლედ ეს w ბევრად უფრო დიდ იმას შეიცავს, ინახება, უფრო მაქვს შესაძლებლობა რომ დიდი მონაცემები შევინახო და ასევე განსხვავება არის აი წერტილის მერე რამდენი რიცხვი მექნება. ანუ double-ს შეუძლია უფრო მეტი რიცხვის ჩაწერა წერტილის მერე. აი აქაც ამასაც რო გადავხედოთ აქ. აი აქ რაღაც წერია ზუსტად დაკონკრეტებული არ არის და ზუსტად არც მე არ მახსოვს რამდენი შეუძლია. უბრალოდ ვიცავთ რომ double, ეს შეგიძლიათ თქვენს გატესტოთ, double ინახავს double-ში მე შემიძლია რომ შევინახო მონაცემი და უფრო მეტი რიცხვი ჩავწერო აი აქ წერტილის მერე ვიდრე float-ში. ანუ მაგით განსხვავდება რაღაც მომენტში double float-ისგან. ჩვენ ძირითადად როცა დაგვჭირდება რომ შევინახოთ რიცხვი ისეთი არწილადური რიცხვი, მაშინ გამოვიყენებთ doubles. Floats არ ვიყენებთ ხოლმე რაღაცნაირად, ესე შევთანხმდით. იცი რატომ? იმიტომ რომ როცა ჩვენ რაღაც ინფორმაციას ვიყენებთ, რაღაც რიცხვს, ხო? მაინც ყოველი შემთხვევაში double-ში ვსვამ ხოლმე, იმიტომ რომ თუ კი წერტილის მერე უფრო მეტ რიცხვს უფრო მეტი რიცხვის ჩაწერა შემიძლია, ეს ნიშნავს იმას, რომ დამრგვალება უფრო მეტად ზუსტი იქნება ვიდრე float-ის შემთხვევაში. თუ კი float-ი რამდენიმე რიცხვის მერე წერტილის მერე რამდენიმე რიცხვს დაწერს, მარტო w უფრო მეტად აგრძელებს. და ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად შეუძლია double-ს რომ სწორი რიცხვი მომაწოდოს. აი მაგალითად რაღაცა რიცხვი გავყავე მეორე რიცხვზე, ხო? მივიღე 10 წილადური რიცხვი. აი რაღაცა რიცხვი მივიღე, ხო? არ მინდა რომ მათემატიკაში ჩავარდე ძალიან ღრმად რაღაცა რა. მაგრამ აი წერტილის მერე უფრო ნაკლებ რიცხვს ნაკლებ რიცხვს დამიბრუნებს float ტიპის სვადი, ანუ უფრო ნაკლებ მონაცემს შეინახავს და double-ის შეუძლია რომ უფრო წერტილის მერე უფრო მეტი რიცხვის მქონე ასე ვთქვათ მონაცემი შეინახოს. ანუ ეს ასე ვთქვათ მარტივად რომ ვთქვათ დამრგვალების თუ კი უფრო ზუსტი მონაცემია რა, ესე რომ ვთქვათ double ვიდრე float. და დესიმალი არსებობს ესეთი ტიპი, დესიმალი უფრო მეტად იმაშობა წელავს. წერტილის მერე რაც არის უფრო მეტად წელავს. აი მინდა რომ float-ზე, double-ზე და decimal-ზე რაღაც მომენტში თქვენც გატესტოთ და მოიძიოთ ინფორმაციები და ივარჯიშოთ რა. ჩვენ ეს decimal-ი ძირითადად გამოიყენება ხოლმე, როცა აი
ძალიან ზუსტ ინფორმაციას ეხება და აი წერტილის მერე რა რიცხვები იქნება რა. ასე რომ დესიმალიც არსებობს, დავუშვათ ნამ3 რო დავწერო, რავი 4.9 და ოღონდ m-ი უნდა მივუწერო ესეთი სინტაქსი აქვს. დესიმალ დავუშვათ მე ვწერთ სვადი სახელს, მე დავუშვათ 4.9 და მე m-ი. ხო? ჩვენ ესეთი ის გამოვიტანოთ დასკვნა, რომ თუ კი მე მინდა რომ შევინახო რიცხვი, რომელიც იქნება მთელი, ესე შევთავაზეთ პროგრამისტები, რომ გამოვიყენებ int ტიპს. int. სულ რომ მინდოდეს 5-იანი შენახვა, გამოვიყენებ ესე, რომ დავუშვათ num4 უდრის 5-ს. და ეს. ეხლა დავსვათ კითხვა, ესეთი კითხვა იქნება ალბათ, ხო? რომ რატომ გამოვიყენებ int-ს? ანუ რატომ გამოვყოფ მეხსიერებაში დიდ ადგილს, რომ 5-იანი შევინახო? ბარემ ყველაზე პატარა მეხსიერებისთვის იმას გამოვყოფ, ბაიტს გამოვიყენებ, ხო? და ეს ლოგიკა სწორიც არის და რატომ? იმიტომ რომ მე თუ რაღაცა მონაცემები შენახვა მსურს. დავუშვათ ამ შემთხვევაში 5-იანის, ხო? თუ კი 5-იანი, ანუ მინდა რომ მეხსიერებაში შევინახო, მაშინ ესე იგი ლოგიკურად რაც უფრო ნაკლებ ადგილზე, ანუ რაც უფრო ნაკლებ ადგილს გამოვყოფ და იქ დავდებ, მით რომ კაი იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ მით რომ მეტად სწრაფი იქნება ჩემი პროგრამაც, ხო? იმიტომ რომ რა ვიცი, ძალიან მარტივად პრაქტიკულად რო ავიღოთ, მაგალითად, ოთახი, თქვენი ოთახი, ხო? მე რო ეხა რაღაცა დიდი სივრცე გამოვყო იმისთვის, რომ მაგიდა დავდო, აი ძალიან დიდი სივრცე რო გამოვყო. აი, მთელი ერთი ოთახი რო დავუთო, ერთი ოთახზე რო დავდო, რაღაცა მაგიდა, ხო? ან რაღაცა ნივთები არ აქვს მნიშვნელობა რა, სიტყვაზე რა ვიყოთ. მე თუ დიდ ადგილს გამოვყოფ იმისთვის, რომ პატარა ინფორმაცია შევინახო, ეს ჩემთვის თლად კარგი არ იქნება, იმიტომ რომ ტყუილად დავხარჯე ესე იგი ეს დიდი ადგილი, ხო? როცა შემეძლო, რომ უფრო პატარა ადგილას მომეწყო ის და დიდ ადგილს სხვა რაღაცას დავუთმობდი, ხო? თუ უფრო ლოგიკურიც იქნებოდა. მივხვდით ხო რაზე ვამბობ? ანუ თუ კი პატარა მონაცემი შენახვა მსურს, მაშინ ლოგიკურია, რომ პატარა მეხსიერების ადგილს გამოვყოფ, რომ უფრო სწრაფიც იყოს ჩემი პროგრამაც. იმიტომ რომ ადგილი ბევრად უფრო ნაკლები, ანუ მეხსიერება ბევრად უფრო მეტი დამრჩება. ანუ მე როცა აქ 5-ს ვუტოლებ, ეს ანუ მეხსიერებაში ქმნის მაინც დიდ სივრცეს, ანუ მაინც დიდ მეხსიერების უბანს იკავებს და მაგ დიდ სივრცეში ჯდება პატარა 5-იანი. ეს რა შევხედოთ, ხო? მაგრამ მე შემეძლო, რომ ეს 5-იანი შემენახა ბაიტში. ბაიტ num5 უდრის 5 მაგალითად. და რა ვიცი, პატარა ადგილი დაეთმობა ამ ჩემ პატარა ინფორმაციას. ყველა იქნება კმაყოფილი. დაეტევა ეს 5-იანი ადგილას და რავი, მშვენიერია, ხო? თუმცა ნახეთ როგორ ვჯელობ ჩვენ. რატომ ვიყენებთ უნივერსალურად int-ს? int ისეთი ტიპი არის, რომ აი რა ვიცი, ნებისმიერი 2-2 მილიარდიდან რაღაციდან ხო იყო იქ, მოიცადეთ შევხედოთ აქ. -2 მილიარდიდან 157.463.647-დან აქამდე ხო, ამის შეგვით ხო იყო. ანუ აი რა ვიცი, თლად მაგდენიც არ მჭირდება, მაგრამ აი 32.769 თუ დამჭირდება შორტში ხო ვერ შევინახავ. ან უშორტი სად არის აქ? აი 65.536 შენახვა თუ მსურს, აი შორტში ხო უშორტში ხო ვერ შევინახავ. და აი ისეთი მონაცემი ინტი არის ძალიან ისეთი რა, რაღაცნაირად არც იქით არც აქეთ. ანუ არც ძალიან დიდ ვეხები და არც ძალიან პატარას. აი შუა არის ინტი რა. და
რაღაც მომენტში აი მე კი შეიძლება აქ 5-იანი შევინახე. დავუშვათ. მაგრამ მე თუ მაგალითად ამ მონაცემის გაზრდა მსურს ან მე თუ მსურს რომ ეს ნამხუთი აი 5-იანი ხო შევინახე და ეს 5-იანი კი აღარ მინდა რომ შევინახო დავუშვათ 70000 სიტყვაზე 70000 შენახავ თუ მსურს მაშინ ბაიტს ხო ვეღარ გამოვიყენებ უკვე და მაშინ ინტი მომიწევს პირველი რაც აღნიშნოს არის ის რომ როცა მე ცვლაც ვქმნი მაგალითად int name4 უდრის 5-ს როგორც ვახსენე მეხსიერებაში გამოიყოფა ადგილი ადრესი რაღაცა ადრესი აქვს ამას და მან არის ეს 5-იანი თუმცა შესაძლებელი არის ის რომ აი 5-იანი რომ მაქვს მე რა ვიცი შეიცვალოს ეს 5-იანი და გახდეს სხვა რიცხვი თუ კი მინდა რომ შევცვალო რიცხვი ამისთვის წერ ესეთ რაღაცას name4 აი ეს სვლადი რაც მაქვს გახდეს 6 მაგალითად და შეიცვლება ან name4 ხა იქნება უკვე 6 შემიძლია გავხადო რომ name6 უდრის 500 name4 უდრის 500 ანუ ცვლადში არსებული შეცვლა ყოველთვის შემიძლია გინდა 5-ს გავხდი გინდა 500-ს გინდა შემიძლია უთფათ აქ მომინდეს name4 გავხადო 800 პრობლემა არ არის შეიძლება ანუ მე როცა ინფორმაციას ვინახავ ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს ინფორმაცია უბრალოდ შეიძლება მაქვს რა შეიძლება ეს ინფორმაცია ცოტა ხნით ჰაერზე გაუშვა და სხვა მონაცემზე ის მქონდეს სხვა მონაცემი შევინახო ასე ცვლილება ესე ხდება და როცა მაგალითად byte name5 უდრის 5-ს დავწერე მე შეიქმნა და გამოიყო ის ადგილი მეხსიერებაში მაგრამ მე რო ამ 5-ის შეცვლა მომინდა მაგალითად აი ახლა 2 წუთის შემდეგ აი name5 მინდა რომ გავხადო ახლა რავი 300 უკვე error-ზე გავდივარ იმიტომ რომ name5 რადგანაც არის byte ტიპის რადგანაც არის ესე იგი მეხსიერების ის პატარა უბანია გამოყოფილი და მე 5 ვეღარ შევცვლი 300-ად იმიტომ რომ 300 ბაიტში ვერ ჯდება იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ბაიტში ჯდება მაქსიმუმ 255 256-ზე გადის error-ზე ასე რომ როცა მე რაღაცა მონაცემს თავდაპირველად ვინახავ და ვქმნი ცვლაც მე ასევე ვფიქრობ რომ შესაძლოა ამ მონაცემის ცვლილება დამჭირდეს მე აი ძალიან მარტივად როცა რაღაცა რიცხვი მაქვს დავუშვათ 100 ხო და მე მომინდა რომ ეს 100 გავემრავლებინა 3-ზე და მივიღე 300 მაგრამ ბაიტში ხო აღარ ჯდება უკვე ეგ 300 ეგ ბაიტში ჯდება 0-დან 255-ის ჩათვლით ასე რომ როცა მე რაღაცნაირად მონაცემს ვქმნი ჩემთვის აუცილებელია ის ფაქტი რომ ანუ მე უნდა დავფიქრდე იმაზე რომ შესაძლოა ეს მონაცემი მე შეიცვალოს მე სხვა რამე გახდეს მე რაღაც დაემატოს მე უცბად გამრავლდეს და სხვა რაღაცა რიცხვი გახდეს და ასე შემდეგ და ბაიტზე მე ესე დამოკიდებული ვერ ვიქნები რა ეს ძალიან პატარა ის არის ტიპი ასე რომ რაღაც მომენტში შევთანხმდით რომ ეს ინტი არის ძალიან კაი ვარიანტი ინტში აწი გამოვიყენებ სულ ინტს ჩვენ ლექციაში სულ ინტს გამოვიყენებთ აწი რაც გულისხმობს იმას რომ აი ნებისმიერი რიცხვი 0-დან უბრალოდ 0-დან არა -2 მილიარდ 157.463.657-დან ამის ჩათვლით
და რავი, რაც არ უნდა გამრავლდეს რიცხვი, რაც არ უნდა მიიმატოს გამოგვს, ამას ხო არ გაცდება კაკ მინიმუმ, ეს ჟარგონზე რო ვთქვა. ასე რომ აწი, როცა რიცხვების შენახვა დამჭირდება, ესენი უბრალოდ ვიცოდეთ, რომ ესეთი მონაცემთა ტიპები არსებობს და შესაძლოა, რა თქმა უნდა, ზოგჯერ შევინახოთ კიდევაც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ცვლადის შექმნის დროს მე ყოველთვის გამოვიყენებ ხოლმე int-ს. და int-ში მოვათავსებ ხოლმე ინფორმაციას. აბა ძალიან დიდი გამომივიდა და რამე კითხვა თუ გაქვთ. ლაშა, პირად ნომრებს ლონგში ვინახავთ, ხო, ალბათ? პირად ნომრებს ხო, აი, მაგალითად, რა გვინდა, რომ პირად ნომერი მივუწოდოთ ლონგში. ნახე. ნახე რას მომო. პირადი ნომერი ხო არის? მოიცა გავტესტოთ რა. მოდი int-ში. ხო, 11 ნიშნა, ხო? მოდი int-ში ავიღოთ რა. ცოტა ხანი ისე დავწეროთ. int num 6, ხო? უდრის. აი, პირად ნომერს კიდე ცალკე თემა აქვს. ის ფაქტი, რომ როცა მე 0-დან 0-ს ვწერ, ესე მე 0-ს აშორებს რა პროგრამა. აი, თუ დაკვირვებულ ხართ კალკულატორში 0.12-დან რაღაცა რო დაწეროთ და უდრის რო დააჭიროთ, 12-ს დაგიწერთ, ანუ 0-ს აშორებს რა. ამიტომაც პირად ნომერი ესე იმაში არ ინახება რიცხვის ტიპში. იმიტომ მე რო დავწერო ახლა 0.1.0.2, აი არ ვიცი 40, 99, რაღაც, არ ვიცი, რაღაც რა, სიტყვაზე. ეს int-ში ინახება უკვე. ანუ int-ში შემიძლია ეს რო შევინახო. ჯდება მაგ range-ში. აი, მოდი გავტესტოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 ამაში ჯდება, მაგრამ მე მგონი აქ 0 რო წერია, მაგიტო? ხო, 0 რო დავწერე, მაგიტო? ანუ, როცა 0 მე დავწერე აქ, 0 ჩამოაშორა და რა რიცხვიც დატოვა, ის არის, ხო, იმაში თუ კი 0-ით არ იწყება იდეაში პირად ნომერი. მაშინ ვერ შევინახავ int-ში. და მაშინ ლონგი გამომადგება, კი, მაგაში მართალი ხარ. მაგრამ ზოგადად პირად ნომერები ყოველთვის ტექსტში ინახება. იმიტომ რომ მე რო ეხა ეს num-6 დავაკონსოლო, მივიღებ იმას რა ქვია. 0-დან არ დაიწყება. ნახე? ანუ ჩამოაშორა ის 0-იანი. და ესე მე ვერ გავა შედეგამდე რა. ასე რომ როცა 0-ით იწყება მონაცემი და მე მსურს ინფორმაციის შენახვა, მაშინ რიცხვს ვერ გამოვიყენებ ესე, მაშინ ტექსტს გამოვიყენებ. რა მკითხეთ? კითხვა დასვეს. ოკეი, შევხედოთ. ამას თუ მიაქვს მეგაბაიტები. მეგაბაიტი და ის სხვა ამბავი არის. ლუკა. ამათ თუ მიაქვს მეგაბაიტი, ანუ თუ იმას გულისხმობ მიხსერების იმას. რა ვიცი, ნებისმიერი მონაცემი რაც ინახება, მიხსერებაში ინახება. და გარკვეული ბიტი, ასე ვთქვათ, გარკვეული იმას ადგილს იკავებს. ნებისმიერი მონაცემი რაც არ უნდა აიღო. ლიზა, მივხვდი ხო, რასაც ვამბობდი? ანუ რაღაცა მონაცემის შენახვა თუ დამჭირდება, მაშინ აი 0 თუ იწყება, მაშინ ამას მე ყოველთვის ტექსტში შევინახავ, რომ არ დამეკარგოს ეს 0-იანი. მივხვდი ხო? ოკეი. აი. ეხა რამდენიმე ტიპი დაგვრჩა. და მოდი რა გავაკეთოთ, იცი? შემდეგ ლექციაში გავარჩიოთ რამდენიმე ტიპი კიდე და ამავდროულად დავალებებიც გავაკეთოთ.
შემდეგ ლექციაში. ანუ ჩვენ დაგვრჩა ორი ტიპი ეხა. ჩვენ დაგვრჩა string-ზე რაღაცები. ანუ მე კი ვახსენე ეხა string-ი, მაგრამ რა არის string-ი კონკრეტულად უფრო რა ინფორმაციას იკავებს და შემდეგ. ესე იგი ჩვენ დაგვრჩა string-ი, დაგვრჩა char-ი და დაგვრჩა bool-ი. აი ეს სამი რაღაცა ამ სამ რაღაცას განვიხილავთ ჩვენ შემდეგ ლექციაში და ამავდროულად გავაკეთებთ მაგალითებს ყველა მოცდა ტიპზე. და ბევრი ამოცანა გვექნება, ასე ვთქვათ, ბევრ სხვა რაღაცებს ვისწავლით და უფრო მეტად პრაქტიკული იქნება შემდეგი ლექცია. კი, ეხაც რაღაცნაირად პრაქტიკული იყო, უბრალოდ უფრო მეტად თეორიული იყო, ვახსენეთ რა როგორ იყო და ასე შემდეგ. თავარი რაც მინდა რომ გამოვხილოთ ყურადღება, თავარი რაზეც მინდა რომ გამოვხილოთ ყურადღება არის ის, რომ აი, ეხა მე ეს ავხსენი, იმიტომ რომ უბრალოდ მინდოდა წარმოდგენოთ გქონდათ, რომ აი რატომ აქიდან აქამდე და ასე შემდეგ, შეგვიძლიათ, რა ვიცი, დაიმახსოვროთ ესენი, უბრალოდ არც აუცილებელი რომ დაიმახსოვროთ, მაგრამ თავარია რომ წარმოდგენა გქონდეთ, რომ არსებობს ესეთი რამე, რომ აქიდან აქამდე არის და დაუშვათ თუ რაღაცა ტიპში მოათავსეთ ინფორმაციას და ეს ინფორმაცია ანუ წითლად გეუნებათ, ესე იგი რაღაცა მონაცემი არ ეტევა ამაში და მოკლედ ასე შემდეგ. ჩვენ ძირითადად მაინც int-ს გამოვიყენებთ ხოლმე რიცხვის ხერხემართებაში და doubles გამოვიყენებთ, როცა მსურს 10 წილადებზე სამუშაობთ რა. ან float-ი და decimal-ს ძირითადად არ გამოვიყენებ. გამოვიყენებ doubles გამოვიყენებ დავშვათ 10 წილადებზე, int-ს გამოვიყენებ ჩვეულებრივ რიცხვებზე. ხო, აი დღეს მინდოდა რომ ესენი განვეხილა რა. და აი ლექციის ბოლოს თუ გაქვთ რამე კითხვა, სიამოვნებით გავცემ პასუხს. ლაშა, ერთსაც კითხვა, სიმბოლოები დროს მინდა რომ ჩავსვა string-ში გამოიყენება, ხო ეგეც? ხო, გააჩნია რამდენი სიმბოლო გინდა? თუ კი ერთი გინდა, მაშინ სხვა ტიპს გამოვიყენებ და ეს არის char-ი და მაგას ახსნე შემდეგ ლექციაში. ანუ ეგ სიმბოლო ხო ტექსტი არის რაღაცნაირად, ხო? ანუ რაღაცა რიცხვი არ არის აშკარად. და აი სიმბოლოსთვის ერთი სიმბოლოსთვის ვიყენებ char-ს და ამას შემდეგ ლექციაში ახსნი, მაგრამ რამდენიმე თუ მინდა, აი დავუშვათ აი ესე ხო? აი რაღაცა. აი ამას აუცილებლად ტექსტში ვინახავ. აი ეს. და იქნება რაღაც string symbols დავარქმევდი შინაარსობრივად, თორე რა ვიცი, შემიძლია a დავარქვა, ეს პრობლემა არ არის. აი ეს. მიხდი? კი, გასაგებია. აი. ოკეი. ლუკა, თუ რამე კითხვა გექნება, თუ რამე ვერ გაიგე, აუცილებლად მე ანუ ან ეხა დამის კითხვა, ან მე როცა რაღაცნაირად დავალებებზე გადავალთ და სადღაც შეიძლება გაიჭედო, მე განვიხილოთ. ხო, არ ვიცი. იმიტომ რომ ვერ გავიგე კითხვა კარგად რა. იმიტომ მეგაბაიტი სხვა რამეს ეხება. ბიტი თუ არის ბიტზე კი? კაი. მაშინ თუ არაფერი კითხვა არ გაქვთ, მაშინ დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი ლექცია. იმედია რომ თქვენთვის ეს ლექცია იყო საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ავხსენით ამ ლექციაში ცვლადის არსებობა და ავხსენით რომ ჩვენ შეგვიძლია ცვლადის საშუალებით შევინახოთ, ანუ მივითით, ანუ ცვლადი არის მისათითებელი, ანუ ვუთითებ იმ ანუ ესე რომ ვთქვათ, ჭრალებში ვინახავ იმ მეხსიერების მისამართს, სადაც მონაცემი ინახება და ჩვენ ასევე ახსენეთ, რომ ცვლადი რომ შევქნათ, ამისთვის აუცილებელია ვუთხრა ტიპი, ანუ მონაცემს რომ ვინახავ, რა ტიპის მონაცემია ეს და ვეუბნები კონკრეტულად რა ტიპიც არსებობს.
კაი. მაშინ თუ არაფერი კითხვა არ გაქვთ, დავასრულოთ მაშინ დღევანდელი ლექცია. და რა ვიცი, მაშინ შევხვდებით ხუთშაბათს ჩვეულ დროს 8 საათზე. აბა ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.